აქ შენდება ჭიდოლა ჰეს. ეს მაინც და მაინც პოპულარული ტოპონიმი არ არის. Google-ის საძიებო სისტემაში ქართულად თუ ჩაწერ, საერთოდ ვერ ეძებს. ლათინურად რაღაც პატარა დასახლებას აჩვენებს აფრიკაში. მეც მიუხედავად იმისა, რომ ლაშქრობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს საქართველოში, პირველად გავიგე. საინტერესოა, როგორ მოაგნო ამ ადგილს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, რომელმაც თავი თალიბანი პიროვნებით დაგომახსოვრა. თხევადი ნარკოტიკული საშუალება გერაინი. ეს არის ავღანური წამოშობის ნარკოტიკი, რომელიც მიეკუთვნებოდა თალიბანს და ამ თანხებით კიდე ხდებოდა ამ თალიბანის ამ პიროვნების და. საინტერესოა, რომ ამ საქმეში მისი პარტნიორი, მისივე სეხნია და მოგვარე, კრასნოდარის ცირკის დირექტორი ალექსანდრე ჭიკაიძეა. მთელი ეს ამბავი თავისი დიდი კონტექსტით, ათობით ახალი ჰესის მშენებლობის შესახებ სამთავრობო განკარგულებებით ერთ დიდ ენერგეტიკულ ცირკს ემსგავსება. Дорогие жители и гости Краснодара, от лица всего коллектива Краснодарского государственного цирка поздравляю каждого из вас с наступающим новым 2024 годом. ეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალექსანდრ მამუკოვიჩ ჭიკაიძეა. კრასნოდარის სახელმწიფო ცირკის დირექტორად იმავე ოლქის კულტურის სამინისტრომ 2024 წელს დანიშნა. მის საცირკო საესტრადო კარიერაში მალე კიდევ უფრო მოულოდნელი ამბავი მოხდა. ივანიშვილის მთავრობამ მას და ამ მთავრობის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ხელშეკრულება ჰესის მშენებლობაზე სულ ახლახან 2025 წლის 12 მარტს გაუფორმა. იქნებ ამ ენერგეტიკულ აბდაუბდაზე ხედეშლებშიც ბევრი ეცინათ, მაგრამ სოფელში სახლების უმრავლესობაზე ბოქლომები დაგვდა. რუსები აშენებენ, იცით, იქ ზემოთ ეს. ჭიდოლაზე. ჭიდოლა ქედზე? ხო. რუსები. სასაცილოა კაც რუსი რო აშენებს. არ მინდა პოლიტიკა და დიდი პოლიტიკოსი არა ვარ რაღაცა, მაგრამ ივანიშვილება საიდან არის დამოსული? ხო. აქან არის ზუსტად 75 კომბლი იყო და ახლა არის ორი მაგნარი მოხუცი ქალი ზემოთ. არავინ არ არის. ეგ მე-3 არის, ებე 4 იქ არის. არავინ არ არის. დაიკეტა სოფელი და ვინც ეს ეკითხება ესაც უნდა გააკეთოს. ამდენი ხალხი იყო და აი ერთია ზამთარში კიდე მანქანა მიდიმოდის რაძახა და არავინ არ არის სოფელში. შინაგან საქმეთა სამინისტროში არა მხოლოდ მინისტრები, არამედ მათი მოადგილეებიც არ რჩებიან ჰესების გარეშე. რაჭაში ჭალისწყლის და ქვედრულა ჰესებს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, კახა საბანაძის დედა, ეთერ საბანაძე ააშენებს. ხოლო ჰიდროელექტროსადგურების სორგითი 1-სა და სორგითი 2-ის უკან კახა საბანაძის და, მაკა საბანაძე დგას. საბანაძის ოჯახის 4-ვე ჰესი მცირე ჰესად ითვლება, მაგრამ რამდენად სწორად ითვლება, რომ მცირე ჰესები უვნებელია.